მე შევეცდები ხარ ახლა ეს პოლიტიკა ძალიან ისე არის შემოსული, შევეცდები მაქსიმალურად პოლიტიკა გავიტანო გარეთ და სუფთა ტექნიკურ საკითხებზე ვილაპარაკოთ, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბოლომდე ვეთანხმები იმ აზრებს, რომელიც დღეს გამოითქვა. მთელი უბედურება პირველი მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვთა სიკვდილი გაუფასურდა ამ ქვეყანაში. როდესაც ფაქტობრივად ყოველ თვე და ბოლო პერიოდში მეგონი ყოველ მეორე კვირას უკვე ტელევიზიით გებულობ ამ ამბავს, უკვე ხალხს რეაქცია დაეკარგა. ჩვეულებრივი თავმოწიფოლოგიური მომენტია და მთელი უბედურება არის იმას, რომ თავის დროზე მახსენდება, როცა ეს პირველი შემთხვევები ხდებოდა, ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო ცდილობდა თავი გაემართლებინა. რაღაცა გამართლების პოზიციაში ჩამდგარიყო, ვიღაცა ეპოვნა, ვიღაცისთვის დაებრალებინა, თუნდაც დროებით მოეხსნა. რო გადახედოთ ბოლო პერიოდს, თუნდაც ეს დროებითი გადადგომები, დროებითი დასჯები, არ ვინმეს პასუხისმგებლობა უკვე აღარ ხდება ამ ქვეყანაში და უბრალოდ ჩვეულებრივ მოვლენად აქცევენ ამას და ზუსტად მაგიტომაც ვთქვი, რომ ეს ყველაფერი გაუფასურეს რა. მე პირადად დღეს ძალიან მეერიდება უკვე მიუსამძიმრო ამ ოჯახს, იმიტომ რომ ფაქტობრივად სახელმწიფომ ეს გახადა, რომ მიუსამძიმრე, ამით ეს ფურცელი გადაუშალე და ყველაფერი მორჩა. ეს არის მთელი უბედურება ზუსტად რა და მე თავარი მომენტი ხა თქვენ რა შემთხვევები ჩამოთვალეთ გადაცემის დასაწყისში. ხა ბევრი შემთხვევა გვახსოვდა, ბევრი ხა გაგვახსენდა. ეს მეტყველებს არათუ სიღარიბეს, არათუ ძალადობას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ფაქტობრივად სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულებით არ არსებობს. იმიტომ რომ თქვენ ჩამოთვალეთ, როგორც იქ კორუფციის შემთხვევა გასაგებია, ეს მნიშვნელოვანი, უსაფრთხოების თემა გასაგებია, მაგრამ ამასთანავე იყო ჩვეულებრივად ბავშვები, რომლებიც ერთობოდნენ, პარკებში დადიოდნენ. ან უბრალოდ ბავშვი, რომელიც ქუჩაში მისეირნობს და ეს საქმე ყველას კარებთან დაიჩოქებს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი პოლიტიკური შეხედულება გააქვს, როგორია შენი ქონებრივი მდგომარეობა, იმიტომ რომ შეიძლება ძალიანაც შეძლებული ოჯახიდანაც იყოს, შეიძლება შენი მამა პრემიერ-მინისტრიც იყოს, მაგრამ ის ჩამოვარდნილი მილან მოხდება და ამის გააზრება ამ ადამიანებს უჭირთ. და ამიტომ ეს არის სისტემური პრობლემა, იმიტომ რომ როდესაც ვაპარაკობთ ჩვენ სიღარიბეზე, როდესაც ვაპარაკობთ ბავშვთა ზრუნვის სისტემაზე, თქვენ ახსენეთ მინდობით აღზრდის შემთხვევა, ღარიბი ოჯახები, ეს ოცნების ქალაქი მახსოვს, მაგდროს მე სახელმწიფო ჩინოვნიკი ვიყავი, როგორ იწყებოდა ამის პრობლემა, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო უსახკარობასთან, უმუშევრობასთან, სოციალურ ფონდთან და ჩვენ ისიც არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ამ ქვეყანაში პრემიერები ისჯებოდნენ იმის გამო, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობდა და მე არ მახსოვს ბოლო წლების განმავლობაში თუნდაც ის სტატისტიკა, რომ გაუმჯობესებული იყოს და თუნდაც მეოთხე ბავშვი ჩამოსულიყავით. რეალურად ჩვენც მათ შორის აქვინძივართ ბედნიერები ვიყავით ბავშვთა უფლებათა კოდექსი რომ მიიღეს და ეს ბავშვთა უფლებათა კოდექსი საქართველოს მთავრობას დაქონდა მთელ მსოფლიოში, გაეროს მაღალი ტრიბუნები და ლაპარაკობდით ამის შესახებ, ტაშ გვიკრავდნენ. და გავიდა 5-6 წელიწადი და ჩვენ აღმოჩნდით იმაზე უკან ვიდრე ვიყავით. მე მახსოვს, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროში ვიყავი, ბავშვთა პროგრამები 6 მილიონი იყო. დღეს არის 66 მილიონი. 10ჯერ არის ბიუჯეტი გაზრდილი, მაგრამ რაღაც ვერ ხედავ, რომ თუნდაც მათი მდგომარეობა შეცვლილი იყოს. თუნდაც ის 200 ლარიანი დახმარება, რომელსაც 250.000 ბავშვი ყებულობს. რა შედეგამდე მიგვიყვანა? თქვენს გარდა ძალადობის თემები შევხედეთ, რომელიც საერთოდ ცალკე თემა არის და რომელსაც სახელმწიფო ვერ ხედავს და ვერ ითulis. ვერ ხედავს იმ ბავშვებს, რომლებიც სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებიან. შეგახსენებთ ყველასთვის კარგად ნაცნობ მაგალითს ნინო წმიდის ბავშვთა სახლი. თქვენ გონია დაიხურა? დღემდე მუშაობს ნინო წმიდის ბავშვთა სახლი, რომელზეც არ ვიცი, ცალკე გაერო შენიშვნები მოგცა, ცალკე რეზოლუციები დაიწყო, ცალკე სტრასბურგი ის არის და დღეს სახელმწიფო უბრალოდ ამ ბავშვთა სახლს საერთოდ არ იმჩნევს და ვერ ხედავს და უფლებადამცველებს, ვინც ამ საქმეთ დაკავდა. ანუ პირიქით, ესეც მინდა რომ კარგად გავიაზროთ, რომ ნინო წმინდის, ანუ უმძიმეს დანაშაულზე იყო საუბარი და იმ ადამიანები, ის უფლებადამცველები, ვინც დაინტერესდნენ ამ საქმით, ისინი თან ბოტებს და ტროლებს იგერიებდნენ და სამთავრობო პროპაგანდას. ფაქტობრივად სამსახურის, სახელმწიფო ზრუნვის სამსახური, რომელიც სოციალური მუშაკებით არის წარმოდგენილი და ამასთანავე კიდე იყო სოციალური მუშაკების შესახებ კანონი მიღებული, რომელიც ასევე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. დღეს ფაქტობრივად სოციალურ მუშაკებისგან დაცლილი არის. დარჩენილი არის ძალიან მინიმალური რაოდენობა, რეალურად რესურსი არ ყოფნა და ის ადამიანები, რომელზეც ვილაპარაკეთ პრევენციის მიმართულებით, რომლებიც უნდა მუშაობდნენ პრევენციის მიმართულებით, არც ინსტრუმენტი გააჩნიათ, არც კვალიფიკაცია და არც შესაბამისი რაოდენობა. მუნიციპალიტეტებში გაიხსნა სამსახურები, სადაც არის თბილისის მუნიციპალიტეტში 150-მდე ადამიანი დაასაქმეს, რომელიც მიუხედავად ჩემი დიდი ხნის ცდილობისა დღემდე ვერ გავარკვიე, მათი რეალური ფუნქცია რა არის. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ზუსტად მაგას მიუთითებს, რომ პრევენციულ ქმედებებს ზუსტად ისინი უნდა ჩადიოდნენ.
აქ არ არის ლაპარაკი ისევ და ისევ ვიტყვი ღარიბ ბავშვებზე და სოციალურად დაუცველ ნებისმიერ ბავშვს შეიძლება დაემართოს ეს უბედურება. ზოგ შემთხვევაში ეს არის დენის ამბავი, ზოგ შემთხვევაში არის სანთლის ამბავი, ზოგ შემთხვევაში არის ის რომ უბრალოდ ადამიანი შრომობს 24 საათი და უბრალოდ ბავშვის დამტოვებელი არ აყავს არავინ და უბედური შემთხვევა რომ მოხდება იმ მშობელს რომელიც რო შვილს ორი ლუკმაპური მიუტანოს სახლში და რაღაც კომუნალურები გადაიხადოს ისევ იმ მშობელს ვადანაშაულებთ იმაში რომ ფაქტობრივად შვილის კვლელად გამოყავს ის ყველა ისტორიას დაყვება საქმე შეგაწყვეტინებთ მე უბრალოდ დღეს აღარ იყო იმდენი დრო რომ ცალკე გამოგვეტანა ყველა ისტორიას დაყვება სახელმწიფოსგან ან მერის მაღალჩინოსანი ან ვიღაც გამგებელი ან ვიღაცა შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენელი ისრების გადატანა ისევ ოჯახებზე რომ ოჯახებმა ვერ გაიყვანეს დენი ვერ შემოიყვანეს რაღაცა გაზის მილი თუ გაუშვეს ბავშვი რა უნდა ბავშვს თურმე იქ სადაც მისი ადგილი არ იყო შადრევანს რაზე ვლაპარაკობ დეპუტატმა რომელიც განათლების მინისტრი გახდა აღარ მახსოვს მისი გვარი ეგრეთ წოდებული ამილახვარმა პირველი რაც მან მოინდომა როდესაც მარიტა მეფარიშვილის ამბავი გავიგეთ თქვა რომ რა უნდა ბავშვს შადრევანშიო თურმე შადრევანში თან არ ყოფილა ბავშვების ადგილი აბა სად არის ვაკის პარკში თუ არ ითამაშა ბავშვმა შადრევანთან სად უნდა იყოს ან საერთოდ რა ადგილი არსებობს ისეთი სადაც ბავშვს უნდა მოთხოვო პასუხისგებლობა რიყის პარკი ბავშვმა როგორ უნდა განსაზღვროს ეს როგორ ყნეთში იყო კიდე დენი პრობლემა არის ძალიან კომპლექსური და ისევ გამეორდება ეს არ არის სოციალურად დაუცველები იქნება მდიდარი იქნება საშუალო ფენა იქნება განათლებული იქნება თუ გაუნათლებელი იმ შემთხვევაში თუ მშობლის პრობლემა პრევენციის ერთ-ერთი მეთოდი არის პოზიტიური მშობლობა რომელსაც მრავალი ორგანიზაცია ახორციელებდა ისევ საერთაშორისო დაფინანსებით თორემ ამას ადგილობრივი ხელისუფლება არ აფინანსებს ეს ფინანსური რესურსის ნელ-ნელა დაეთყობა ეს სიტუაცია კიდევ უარესად გაუარესდება იმიტომ რომ ძალიან დიდი წვლილი მოდიოდა ზუსტად არასამთავრობო სექტორზე რომელიც გარკვეულ სერვისებს რომელსაც სახელმწიფო ვერ ახორციელებდა აკეთებდა ის სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი სტატისტიკა ჩვენ ვერ ხედავთ ბავშვებს მე მეცად გეტყვით სახელმწიფოს ვერ გეტყვის დღეს საქართველოში რამდენი ბავშვი ცხოვრობს სტატისტიკის დეპარტამენტს სხვა ინფორმაცია გააჩნია სოციალურად დაუცველთა ბაზაში სხვა ინფორმაცია ჩვენ ბავშვებს ვერ ვითვლით არათუ ჯანმრთელ სოციალურად დაუცველებს და ასე შემდეგ რეალურად გვაქვს ფაქტობრივად სისტემური კრახი და ეხლა ზუსტად გუშინ ჩვენ კოალიციაში ვფიქრობდით ჩვენ კოალიციაში 50-მდე ორგანიზაცია და გვინდოდა განცხადების გაკეთება მაგრამ განცხადებას რო აკეთებ განცხადებას რაღაცა მოწოდებით უნდა მთავრდებოდეს მე არა მაქვს დღეს ეს მოწოდების რა მოწოდება შეიძლება იყოს იმიტომ რეალურად რა უნდა კი პრობლემას დააფიქსირებ მაგრამ გადაჭრის გზაც ხონდა შესთავაზო და რეალურად ჩვენ მივდივართ იქითკენ რომ ფაქტობრივად გადაჭრის გზას ვერ ვხედავთ ვერანაირად გადაჭრის გზას მე ვხედავ უსწავლელის განხილი ოლიგარქიას არის გადაჭრის გზა ერთადერთი ამით ჩვენ ვართ იმ ეტაპზე ჩვენ ვართ უკვე ეხა ჩვენ ერთმანეთს ვიცნობ დიდი ხანია ტატოც მუშაობდა საჯარო სამსახურში ადრე მეც თქვენ შევხედრივად და რამდენი წელია ამას ვცდილობთ რომ ბავშვები უკეთესად ცხოვრობდნენ ქალები უკეთესად ცხოვრობდნენ საერთოდ ადამიანები უკეთესად ცხოვრობდნენ ხო პატრიოტების სოციალიზაციაზე და უამრავ საკითხზე გვიმუშავია მივედით იმ მდგომარეობამდე, სადაც არც ერთ რეკომენდაციას უკვე აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ არც ერთი ინსტიტუცია არ არის თავის ადგილზე. და იმიტომ ყვირის დღეს ხალხი ქუჩაში ცეცხლი ოლიგარქიას. ოლიგარქიამ შეჭამა ყველა სამინისტრო, ოლიგარქიამ შეჭამა ყველა უწყება და ყველა პროფესიონალი. სანამ ოლიგარქია არ დასრულდება, აი იმასაც ვეღარ მოვაბამთ თავთ, რომ კონკრეტულად ვის უნდა მიმართო ან რა უნდა მოსთხოვო, იმიტომ რომ გამოყარეს ნორმალური სპეციალისტებისგან დაცლილია ყველა საჯარო უწყება. რისი იმედი შეიძლება რომ გქონდეს?